დაბრუნდებით სტუდიაში. სამეგრელო საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა თავისი სილამაზით. მდინარეები, ჩანჩქერები, მღვიმეები, კანიონები. სანახავი სამეგრელოში ძალიან ბევრია. 2030-ის გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა ერთი დღე კოლხეთის დაბლობის შუაგულში, სენაკის რაიონში შემოგზაურა. ლეგენდებითა და მითებით სავსე ნაქალაქარი ერთ დროს ეგრისის სამეფოს დედაქალაქი ციხე-გოჯი, იგივე არქეოპოლის და იგივე ნოქალაქები. ადგილი საიდანაც ლეგენდის მიხედვით არგონავტებმა ოქროს საწმისი გაიტაცეს. გიორგი მანჯავიძის და ლაშა მამულაშვილის რეპორტაჟი სენაკიდან. სამეგრელოში ჩამოვედი და საქართველოს ვნახეო. ეს ილიას სიტყვებია. ამ კუთხეში მოგზაურობა სამეგრელოს შუაგულიდან, სენაკის რაიონიდან გადავწყვიტეთ. ისტორიული ძეგლები, ულამაზესი ბუნება, კასტრული მღვიმე დარბაზები, გოგირდის აბანოები და თერმული წყლები. სანახავი აქ ბევრია. თუ ოდესმე სენაკში ჩამოხვალთ, პირველი რაც უნდა ნახოთ, ჩემი აზრით ეს სოფელი ნოქალაქებია. აქ კი მერწმუნეთ, სანახავი ძალიან ბევრია. უშუალოდ ნაქალაქარის ტერიტორიაზე ჩვენ მეგზურობას ადგილობრივი მაცხოვრებელი ბატონი ავთოსართანია გაგვიწევს. გამარჯობა ავთოპატონი, მუჭოზოჯუნთი. მუჭოზოჯუნთი. ჩქი ხოლო ჯგირო. ორონ ჯგირო და ჩქინ კოჩინირებას გმორდგუას. მადლობა ბატონი. ქედი ბყავთო? ქედი ბჭყაჯინა. ესეც ჩემი მეგრულის რეპეტიცია. აქედან ვიწყებთ, ხო? ამბობენ, რომ აქ მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი გაიტაცეს. იმასაც ამბობენ, რომ აქ სპილოებითაც ომობდნენ. ნოქალაქები ეგრისის სამეფოს დედაქალაქი იყო. ამ ქალაქის ხელში ჩაგდებას ბევრი ცდილობდა. საბოლოოდ ეს მხოლოდ მურვან ყრუმ დიდი ხნის მცდელობის შემდეგ მოახერხა. როგორც ჩვენმა მეგზურმა გითხრა, ამ ხეს სურულების ხეს უწოდებენ. გადმოცემის მიხედვით სურვილი უნდა ჩაიფიქრო, ხეს ქვა უნდა ესროლო და თუ ქვა ხეზე შერჩება, ის სურვილი აუცილებლად დაგისრულდება. ერთიან და ძლიერ საქართველოს ვისურვებ. ესეც ასე. ნაქალაქარის ტერიტორიაზე სანახავი ბევრია. თუმცა ერთი ადგილი თავისი იდუმალებით და სილამაზით გამორჩეულია. რა ადგილია და რა წყალია? ვახტომაზე არ ვიყოდი უას. ნოქალაქებში აღმოჩენილია ორი აბანო. აბანოები მუშაობდა იმ სისტემით დღეს, რომ ცენტრალურ გათბობას ეძახიან. მოგვიანებით სამეგრელოს თავადებმა დადიანებმა ეს აბანოები გააუქმეს. გააუქმეს იმ მიზეზით, რომ ხშირი სტუმრიანობა ჰქონდათ, რამაც საბოლოოდ ისინი ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ეს ხიდი დადიანებმა ააგეს. ერთ დროს ეს ქალაქის მთავარი შემოსასვლელი იყო. დღეს ადგილობრივებმა და ტურისტებმა ამ ხიდს სხვა მეტად სახალისო დატვირთვა მისცეს. მათ არც ჩვენ ჩამოვრჩით. ამ ნახტომით დავემშვიდობეთ ნოქალაქებს და ადგილობრივების რჩევით სხვა ადგილისკენ გავეშურეთ. ძალიან მაგარია. ეს ყველა უნდასაა. დედამოკა. ეს ულამაზესი ადგილი ნოქალაქებიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
დინარე ტეხურას უმშვენიერესი ხეობა და თერმული წყლები საოცარ სანახაობას ქმნის. ამ ულამაზეს ბუნებასთან ერთად აქ უხვად დაყრილ პოლიეთილენისა და ალკოჰოლური სასმელების ბოთლებს, პოლიეთილენის პარკებსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც ნახავთ. აი ამ ყველაფრის შემხედვარეს უამრავი სიტყვა მომდის თავში, თუმცა სამწუხაროდ როგორც ჟურნალისტი მე შეზღუდული ვარ და ამიტომ ვერაფერს გეტყვით, თუმცა თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დაარქვათ ამას რაც გინდათ ის სახელი რა. ნაგავი იქით იყოს და სილამაზე აქ მართლაც საუცხოა. გოგირდოვანი წყლების სამკურნალო დანიშნულებისაა და მას კანისა და სახსრების დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. სამეგრელოში სტუმრობა რასაკვირველია, ვერ და არ დასრულდებოდა მეგრული ელარჯის გარეშე, ამას არც ჩვენი მასპინძლები და ვერც ჩვენ ვერ დაუშვებით. ქალბატონი მაყვალა გვიმზადებს უგემრიელეს ელარჯს. საქართველოს გუმურძგუას, საქართველოს გაუმარჯოს. ასე დავემშვიდობეთ სამეგრელოს, თუმცა დროებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და სტუმრად ამჯერად სტუდიაში იმყოფება სპეციალური რეპორტაჟის ავტორი გიორგი მანჯავიძე. გიორგი, მოგესალმები. პირველ რიგში მინდა გითხო, სწორედ იმ ნარჩენებთან დაკავშირებით, რომელიც რეპორტაჟში ვნახეთ, რა ინფორმაცია გაქვს ეს ტურისტები ანაგვიანებენ ტერიტორიას თუ უფრო მეტად ადგილობრივები? ადგილობრივებს რო ვკითხეთ, ანუ თვითონ იმ სოფლის მაცხოვრებლები, ვინც არიან უშუალოდ მოქალაქეების მაცხოვრებლები, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ იქაურობის, ასე ვთქვათ, სისუფთავის დაცვას, თუმცა ფაქტიურად შეუძლებელია, ჩვენ გქონდა იმის მცდელობა, რომ რაღაცნაირად ეს ნაგვავი, ვთქვათ, რაღაც ნაწილი მაინც აგვეღო და რაღაცა დაგველაგებინა, რაღაცა იმ მსგავსი სურვილიც გქონდა და მცდელობა. უბრალოდ შეუძლებელია ფიზიკურად ამის გაკეთება. რაოდენობის გათვალისწინებით იქ მას ალბათ 1 და 2 მანქანა არ ეყოფა, იმდენად მთელი ტეხურას ხეობას ავსიან ნაგვით რა. ბუნებრივია, საინტერესო თქვათ, ეს ნახე შენ გადაიღო კამერებმა, ნახე ჩვენ მამაყურებელმა გამგეობასთან თუ გქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი. ბუნებრივია არიან ინფორმირებულები. არიან ინფორმირებულები, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ჩავედით სენაკის რაიონში, ჩვენ შევხვდით გამგეობას, უშუალოდ გამგეობასაც და ვკითხეთ ამის შესახებ. მათ გითხრეს რომ გარკვეული პერიოდულობით მიდიან იქ და ეს ნაგავი გააქვთ იქიდან რა. ყოველკვირეულად თუ კვირაში 2-ჯერ თუ 3-ჯერ არსებითად არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ იმდენად ბევრი ნაგავი იყრება ყოველდღიურად. იქ არის პატარა ორმოებივით გაკეთებული, სადაც ასე ვთქვათ, განთავსებული არის, ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ურნები. არა, ურნები არ არის, ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ რატომღაც გონია რომ ურნები რო იყოს შეიძლება ვთქვათ უფრო ეს რაოდენობა არ დაგროვება. არა, არ არსებობს ადგილი, არ არსებობს წერტილი, სადაც არ უნდა მიხვიდე და იქ არ ეყაროს, იმიტომ რომ ჩადიან რაღაც კოცონს ანთებენ, შემდეგ სვავენ, კეიფობენ და მთელი ნაგავი კეთილნების არსებობის შემთხვევაში, ვთქვათ, პარკიდან რაღაცა სხვადასხვა საშუალებით არსებობს იმ ნარჩენების გამოტანის საშუალება. ის ნარჩენები უნდა გამოიტანოს და ალბათ რაღაცა თერმულ წყლებთან დაკავშირებით მინდა გკითხო, ვთქვათ, რაიმე პროექტი ხომ არ მზადდება, რა ინფორმაცია გაქვს ამასთან დაკავშირებით? ჩვენ დავინტერესდით იმით, რომ თქვათ ეს წყლები ძალიან კარგია, ვთქვათ, იქ რომ ჩადის მდინარის პირას ტურისტები იქ, ანუ მდინარის წყალს ათფობს ის ადგილი, პატარა აბაზანებივით აქვთ გაკეთებული და თავისუფლად იყენებენ ამ თერმულ წყლებს. თუმცა ძალიან ანუ განადგურებულია, ასე ვთქვათ, იქაურობა, იქ ადრე იყო აბანოები, რომელსაც იყენებდნენ, ვთქვათ, ტურისტები სამკურნალოდ და ასე შემდეგ და ეხლა შემოღობილია ეკლიანი მავთულ ხლართებით, ასე ვთქვათ. დავინტერესდით ხომ არა ვთქვათ რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს ჩვენი აზრით ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს ამ ადგილს რა. პოტენციალი აქვს ამ ადგილს. ძალიან დიდი. ყოველ შემთხვევაში ალბათ თქვენც მიხვდებით მაგას რომ აქვს და როგორც აღმოჩნდა, კერძო პირს აქვს იჯარით აღებული ეს ტერიტორია.
ხო და რას აპირებს არ ვიცი. გითხრეს რომ რაღაც გეგმები აქვს. თუმცა კონკრეტულად რა კონკრეტულად რა არის, ვერც მივაგენით. საინტერესოა, გიორგი, თქვათ, სხვა კიდევ რის ნახვას ურჩევდი მაყურებელს, ის რაც თქვათ შენს რეპორტაჟში ვერ მოხდა. ჩვენ შეგნებულად იცით რა, იმდენად ბევრია სანახავი უშუალოდ სამეგრელოში. ვერ მოხდა, იმიტომ რომ დაბრუნდე. ხო. კი, აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ იქ, იმიტომ რომ სანახავი, მე რამდენჯერმე ვარ ნოქალაქებში ნამყოფი, ეხლა ამ რეპორტაჟის ნახვის დროს ისევ რაღაც თითქოს თავიდან განვიცადე ის ემოციები, იმიტომ რომ იმდენად ბევრი რაღაცეები არსებობს იქ და იმდენად მადლობა დიდი. იმდენად დიდი სილამაზეა იქ არის. მაგალითად ტეხურას ხეობაში თქვენ შეხვდებით ყარყატებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ყანჩებს. და იქ არ არიან მთელი სეზონის განმავლობაში თუ რაღაც პერიოდი არის მდინარის პირას ხეებზე ცხოვრობენ, რომელიც საოცარი სანახავია. ეხლა უბრალოდ დარიყვნენ იქ და ჩვენ ფიზიკურად ვერ გადავიღეთ. არის კანიონები, რომლებშიც უბრალოდ კამერით ვერ გავრისკეთ იქ შესვლა სამწუხაროდ. რომ შეიძლება აპარატურაც ყავს კი. თორე არ ვიცი, არნახული სილამაზეა რა. მე დავარქმევდი ამას 60-ის ალბათ. კარგი. საინტერესოა ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით რა მდგომარეობა? ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობს. არ არის არაფერი. იმდენი ნარჩენები ვნახეთ, რომ შესაბამისად სავარაუდოდ დავანებოთ ნაგავს, საერთოდ არაფერი არ არსებობს. ტურისტული ინფრასტრუქტურა იქნება განვითარებული. ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ყველა საინტერესო ის არის, რომ თავად სენაკის რაიონი არის გარკვეულწილად რაღაცა შუაგულივით, ასე ვთქვათ, მთელს ამ სამეგრელო, იმ ადგილებში, სადაც შეგიძლია წახვიდე სამეგრელოდან, იგივე მარტვილის კანიონში, ზუგდიდში, ხობი, მონასტერი მოინახულო, ეკის თანახო, ნოქალაქები. აი ცენტრში მდებარეობს ზუსტად. მე მქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარი, ესეთი ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაცა ოჯახო სასტუმრო გაკეთდეს, ვიღაცამ გიდობა აიღოს თავის თავზე და ამ ტურისტებს, იმიტომ რომ ტურისტი ვინც ჩამოდის, ძირითადად ჩამოდიან თქვა ბათუმიდან, თუ ვინმე ყავს ჩამოყვალი თავისი ტურისტი და იქ მიიყვანოს. ბოლში კი ხაუცებოთ უნდა კითხო, ელარჯი როგორ მოგეწონა გიორგი? ძალიან გემრიელი. ძალიან დიდი მადლობა. ასეთი იყო 16 სექტემბრის 2030, რომლის დასრულების შემდეგ მორიგი პრემიერა GDS-ზე. ყველაფერი სიყვარულისა და თანაცხოვრების შესახებ. სიტუაციური კომედია ცოლები და ქმრები პირველი სერია. მე მაკაცინცაძე ვარ და დღის მთავარი თემებით პირდაპირ ეთერში ხვალ 20-ზე და 30 წუთზე დავბრუნდებით. მშვიდ ღამეს გისურვებთ დროებით.